სალმებით გთავაზობთ ტონი როდრიგესის ახალ ამბებს ინტერვიუს ის არის სტუმრად ერთ-ერთ შოუზე დაყვება თავის გამოცდილებაზე ამას რუსულად ქვია удалённый просмотр ესე იგი დაკვირვება შორიდან ეს იგივეა ის მდგომარეობა, როდესაც ასტრალური სხეული ტოვებს, ესე იგი სული კიდე დაარქვით, ასტრალური სხეული ტოვებს ფიზიკურ სხეულს, ადამიანები შეგნებულად გამოდიან ფიზიკური სხეულიდან და მოგზაურობენ. და მათ ცდომა აქვთ ყველგან თუ სადმე არ აყენია დაცვა წვრილ-დონეზე. კი, აყენებენ წვრილ-დონეზე დაცვას, რადგან ხომ იციან, რომ ხალხი ექსპერიმენტებს ატარებს, გამოდიან სხეულიდან, ამიტომ რომ წვრილ დონეზეც კი არ ნახონ საიდუმლო ინფორმაცია, აყენებენ სპეციალურ ბლოკებს, სპეციალურ პროგრამებს, რომ ცნობის მოყვარე ასე ვთქვათ, ასტრალურმა სხეულებმა არ ნახოს ის, რაც არა მართვის გაკუთვნილი. ახლა დავიწყოთ. კიდევ მინდა გითხრათ, რომ ტონი როდრიგესმა დაწერა წიგნი ხედვის მიღმა. უსვათ ამ წიგნის დასახელებაა За гранью видимости. მე ასე გადავთარგმნე ხედვის, რადგან видимость არის ხედვა, გრანი არის იგივე საზღვარი, იგივე წითელი ხაზი. შეიძლება კიდევ ბევრი რამე არის კიდევ რამდენიმე სიტყვა, რომელიც უდრის ამას. ხოდა ქართულად მე გადავთარგმნე როგორც ხედვის მიღმა. Вообще да, за гранью, ხედვის за гранью, ხედვის მიღმა. მინდა გითხრათ, რომ ეს შოუ ეკუთვნის დენი ჰენდერსონს. მე მაქვს ვიდეო, მგონი გადათარგმნილი მის შოუზე, ვინ ყავდა მაგას სტუმრად. მგონი მაიკლ სალა ყავდა და ხო, დიახ, მაიკლ სალა და ელენა დანაანი. დენი ჰენდერსონი ყავს სტუმრად ტონი როდრიგესი. და დენი ჰენდერსონი მოგესალმებათ ყველას. მოგესალმებით ყველაზე საუკეთესო არღზე. ინფორმაციის გახსნა პლანეტაზე. მე მინდა წარვადგინო ტონი როდრიგესის წიგნი ხედვის მიღმა და ყველა ვინც გადის ამ გამოცდილებას მაგათ გაუკვირდება ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაგებით. ტონი მომესალმე და მიესალმე ჩვენ მაყურებლებს და მსმენელებს. დენი გმადლობ ჩემი წარმოდგენისთვის და ჩემი წიგნის წარმოდგენისთვის. ტონი ამბობს, რომ ისი წიგნი წარმოადგენს იმ ინფორმაციის და გამოცდილების ვთქვათ, გამოცდილების აღწერას, რაც მან გადაიტანა. მე გავიმგზავრე სიეტლში და გადავიღე ადგილები, სადაც მე უნდა ჩამეტარებინა, თუ მოვიკავე, არ ვიცი რას გულისხმობს, ალბათ მოიკავა ადგილები, ხო, ალბათ მოიკავა ადგილები, სადაც მას პრეზენტაცია ჰქონდა წიგნის შესწარებელი, რადგან მას რუსულში არის სიტყვა სნიალ. ხო, მაგრამ ქართულ ენაზე რუსული სიტყვა სნიალ აქვს ორი მნიშვნელობა და ქართულად სხვადასხვანაირად ითარგმნება, ამიტომ მომიტევით შეცდომა დავუშვი. ხო, მე კონტექსტი და მოპატიეთ.
კონტექსტზე დაყრდნობით ხდები თუ რაზე რა იგულისხმა ტონი მან დაიკავა, ესე იგი დაიქირავა ადგილები ასე ხდება ხოლმე დიდ ქვეყნებში, ვისაც პრეზიდენტი აქვს გასაკეთებელი, რომ ხალხს ჩვენებითი პრეზიდენტია წარუდგინონ. ხო და ქართულად რუსული სიტყვა სნიალ, ქართულად როგორც მოგითხარით აქვს ორი ნიშნულობა. დაიქირავა, დაიგირავა, დაიკავა, მოიკავა, ან გადაიღო ვიდეო, გადაიღო ფოტო. ხო ეს მათთვის, ვინც ამ სიტყვის მნიშვნელობა არ იცის. ახლა კი გავაგრძელო. შემდეგ მე გავემგზავრე ინიაკერტში, როდესაც მე მე გამიშთა კიდევ რამდენიმე ახალი მოგონება. მე დავიწყე იმ პროგრამების შესწავლა, რომელშიც მე მონაწილეობდი და მე დავიმახსოვრე. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებდით შორიდან დაკვირვების დროს, მე კიდევ მინდა დავამატო, რომ შორიდან დაკვირვება ნიშნავს სხეულიდან გამოსვლა და მისვლა ყველა ობიექტთან იმ ადგილებში, სადაც თქვენ რამე გიზიდავთ. და კიდევ რამე დავამატო. ტონი, როდესაც თქვა მეო დავიწყეო გამოძიება იმისი იმ პროგრამების შესწავლა, სადაც მე მონაწილეობდიო. მან იგულისხმა საიდუმლო კოსმოსური პროგრამები. ხომ ეს მინდა მე თქვენ თავიდან გაგარკვიოთ ამაში, რომ გაუგებრობა არ მოხდეს და უინტერესო არ გახდეს ეს ვიდეო. როდესაც ადამიანს არ ესმის ტერმინები, მას გული უვარდება, არა და მეც ბევრი რამე არ მისმოდა, მაგრამ როგორც მე ხარ რუსული სკოლა მაქვს დათარებული, რუსული ბაღი, რუსულად ვისწავლე, მაგრამ ქართულად მე ბევრი სიტყვის არ მისმოდა მნიშვნელობა. კი, როგორ არა მე ქართულად ვლაპარაკობდი ბავშვობიდან, ქართულ სიტყვას სწავლიდნენ, მაგრამ სად როდესაც შენ ქართულ სკოლას ამთავრებ, ხო? და სად ახლა შეადარეთ ქართული ენის ცოდნა ქართული სკოლის დამთავრებულს შორის და რუსული სკოლის დამთავრებულს შორის, თან როდესაც იზრდებოდით აფხაზეთში, სადაც იყო მხოლოდ იმ დროს საბჭოთა კავშირის დროს გულისხმობ, იმ დროს აფხაზეთში იყო მხოლოდ რუსული და მეგრულად ლაპარაკობდნენ. მე აფხაზეთში არ ვიტყვე საიდან ვარ, არ მინდა. და ლაპარაკობდნენ და დადიოდნენ ნაკლებად თუ შვილებს შეიყვანენ ქართულ სკოლებში. მაშინ იყო მისწრაფვა დაემთავრებიათ რუსული სკოლები თავისი შვილებისთვის, გაეგზავნათ რუსეთში სასწავლებლად. ხომ და მე როდესაც სკოლა დავამთავრე და დინილობაში მოხვდი, კი მე ქართულად ლაპარაკობდი, მაგრამ კიდეც თარგმნდი ქართულად, შემეძლო გადამეთარგმნებინა, მაგრამ ზოგჯერ რთული სიტყვები, ბევრი რამე დასაკვირველი ახლა სიტყვათა მარაგი რუსულ ენასთან შედარებით ქართული სიტყვათა მარაგი მე მქონდა ნაკლები. ახლა შედარება არ არის, არ ხედავთ? თარგმნიდან არის ბევრი საშუალება, რომ გადათარგმნო. მარტო სიტყვები კი არა, მთელი წინადადებები. ახლა კი გავაგრძელოთ. ამ წიგნში მე აგრეთვე ვეხები თემებს, როგორც ობელისკები, კრისტალები და ასე შემდეგ. ექსტრასენსორული უნარების ისტორიასაც ვეხები. ძველ დროში ყრიდნენ ძვლებს სამკითხაოდ. შემდეგ მე გავიგე თუ რის გავლა მომიწია.
გრილის ალის და ცენტრალური ხაზის შორის განხეთქვა და შორება 1992 წელს მიიყვანა უბრალოდ კი არ მიიყვანა, ამათ შორის იყო განხეთქილება ამ გრალის ალის და მეორე ცენტრალური ნაწილის შორის იყო პროგრამა, სადაც მე ვიღებდი მონაწილეობას სტენფორდის რაისთან და როდესაც მე ვუყურებ ამას ყველაფერს, ეს პროგრამა იყო გრილის ალის ასლი, თითქმის ასლი და მაგასთან გამოიყენენ წინწასული მეთოდები დისტანციური დაკვირვებისა და მის საწყისი ტერმინს ფსიქოენერგეტიკა. მათ დაებადათ შვილები, რომლებსაც ისინი თვლიდნენ კლონებად, მაგრამ ჩვენ კლონები არ ვიყავით. ჩვენ ვიყავით რაღაც სხვა. ჩვენ უცხოპლანეტელებმა წავიყვანეს არა გამორიცხული, რომ ეს ყოფილიყო კლონირების ტექნოლოგია, მაგრამ ჩვენ ვიყავით რაღაცა სხვა. ეს იყო ტური 20 დღით და უკან მაპატიეთ ამ რობოტი მეს ვიდეოს, რომელსაც ახლა თარგმნი, რუსულად აქვს გადათარგმნილი რობოტის ხმას და რობოტის ხმა ხოლმე ხანდახან ამახინჯებს ან გვარებს, ან სიტყვებს. მაპატიეთ მე ახლა ამ წუთში ვთქვი 20 დღე და უკან ასე გადათარგმნა რობოტმა, მაგრამ ეს არ არის სინამდვილეში 20 დღე და უკან. აქ იგულისხმება 20 წელი და უკან, 20 и обратно. ასე რომ დიდ ბოდიშს გიხდით და მე ხანდახან არ უკვირდები, ისე ავტომატურად თარგმნი და ამიტომ დიდ ბოდიშს გიხდით, მომიტევეთ. ჩვენ ამ პროგრამაში ჩაგვსვეს, ისინი ცდილობდნენ მათ ჩაეტარებინათ კვლევები უკაცრავად ამ დისტანციური დაკვირვების კონტრდარტყმები, ეგრეთ ვთქვათ, მაგრამ არ ვიცი რა თუნდათ ეს ამათ. ისინი ბრძოლობდნენ ფინანსირებისთვის, მათ თუნდათ მიიღო დაფინანსება შემდეგი პროექტისთვის. მათ პროექტის დონისის დამაგათმა ისე კარგად ჩაატარეს ეს ყველაფერი, რომ დაარქვეს ამას ფსიქოენერგეტიკის დაბადება. მათ დაიწყეს ისეთი რაღაცების გამოყენება, თქვათ, კიდათ ნივთი არ იხმება, ალბათ უნარების, მე ვიტყოდი, როგორც ტელეკინეზი და მიჯნობრივი ნაწილების, ალბათ ხო, ტვინთან დაკავშირებული რაღაც ნაწილების კონტროლირებას. ისინი თვლიდნენ, რომ მათ ყავდათ კლონები, რომლებიც იყვნენ თავისუფლად ლეგალურ პოზიციაში თავისი შედეგებით. მაგასთან ჩვენ ჩადეს ძალიან ბევრი ძალისხმევა. მე რაღაცა აქედან დავამატეთ ჩემ წინგში. ეს იქნება შოკი ადამიანებისთვის, რომლებიც თუნდაც მათთვისაც იქნება შოკი, ვინც აგრეთვე გადისო პრაქტიკას დისტანციური დაკვირვების. მე გულისხმობ სხეულიდან გამოსვლას. ამას ვქეთ დისტანციური დაკვირვება. მე მყავს გუნდი დისტანციური დაკვირვების მაყურებლებისა და ჩვენ ამას ვაკეთებთ, რომ შემდეგ ეს ინფორმაცია გავყიდოთ. ჩვენ მუშაობთ დაქირავებით, რადგან ჩვენს გვაქვს ხარჯები, ეს ყველაფერი დაკავშირებულია ხარჯებთან. მე მეკითხებიან დაკარგულ ადამიანებზე, აგრეთვე იქ იყო საიდუმლო კვლევებები, ადამიანებმა დაიწყეს ჩვენთან მოსვლად, ეკვა და გვეკითხებიან, გვეუბნებიან, გვეკითხებიან, დაგვეხმარეთ, არ იცით რა მოხდა, შეგიძლიათ ნახოთ თუ არა დისტანციურად რა დაემართა მაგალითად ჩვენ ბაბუას.
როდესაც თქვენ იყავით პატარა ბიჭი, თქვენ გაგიტაცეს, თქვენ იყავით გაყიდული ერთი პროგრამის ჩარჩოს შიგნით, რომელიც თავის პროგრამაში იტევდა რომელიც თავის პროგრამაში ჰქონდათ კონტაქტი უცხოპლანეტელებთან და აგრეთვე იყო სატანური ოჯახი, რომლებსაც თავრობა იყენებდა თავის პროგრამებისთვის და თავისი საქმეებისთვის, სადაც იყო სექს მონების ექსპლუატაცია, სწორად ექსპლუატაცია ამ ბავშვებისა, როგორც სექს მონებისა, გინდა ბიჭი ყოფილიყო, გინდა გოგო, ფაქტიურად ფიზიკურად ანადგურებდნენ ბავშვებს და ამ პატარა ადამიანების ნების წინააღმდეგ წასვლა ხდებოდა. შემდეგ შენ იყავი გაყიდული, შენ მიყრიდეს სამხედრო ელებს, ამერიკელ სამხედრო ელებს, ესე იგი დაფინანსების ჩარჩოში, პროგრამაში. თქვენ პატარა ბავშვები იყავით მოძრავ ბლოკებში, რომელიც იყო განლაგებული აეროპორტ, უკაცრავად დასახელება აღნიშნულობა აეროპორტის ქვეშ. შემდეგ ეს ბავშვები სასწაულად გადაურჩა იმ საშინელი წამების შემდეგ. თან აინტერესებდა თუ როგორ შორს შეეძლოთ მათ გასვლა და ამ ბავშვებს სხვადასხვა წამებას უტარებდნენ და სხვადასხვა სიტუაციებში აყენებდნენ, რადგან აინტერესებდათ შედეგები. ზოგჯერ სასიკვდილო მდგომარეობაშიც კი ვარდებოდნენ ეს ბავშვები. შემდეგ მე აქ ამას არ უთქვამს, ტონის არ უთქვამს, მაგრამ მე ვიცი, რომ შემდეგ მათ აცოცხლებდნენ. ესე იგი სიკვდილამდეც კი მიყავდათ ეს ბავშვები. შემდეგ აცოცხლებდნენ. თქვენ ტოვებდით ზოგჯერ პლანეტას იყავით, მარსზე იყავით, ცრერაზე და არის იმდენი ინფორმაცია, რომელიც იყო დამტკიცებული და შეტანილი ამ წიგნში. თქვენ მიდიხართ წინ, თქვენ აგდებთ დიდ ჭურვებს, თქვენ მიისწრაფით სიმართლისკენ და გამოგდით და თქვენ უკან დგანა ის ხალხი, რომლებიც თქვენგან იღებენ მაგალითს და იხდიან ფულს იმისთვის, რომ თქვენ გამოხვიდეთ კონფერენციაზე, გართმევენ თქვენ სამუშაოს, ეწყობიან თქვენ ქვეშ, ეხავენ თქვენ ტელეფონებს. მე იმას გულისხმობ, რომ ეს ყველაფერი თქვენ გადაახდათ, იმის შემდეგ რაც საჯაროდ დაიწყეთ გამოსვლა. სამხედრო ნაწილებში მუშაობ, სამხედრო კომპლექსებში მუშაობენ ისეთი ხალხი, რომლებიც ძალიან კარგები აგრეთვე სამედიცინო დაწესებულებებში, მაგრამ მათ შორის არიან აგრეთვე ცუდი ხალხი. თუ არ მიშლება ყუდიანები და შავ წიგნობრები, ესენი არიან, რომლებიც ეკუთვნიან შავ ოკულტურ დაჯგუფებებს. А теперь, Тоня, давайте немного вернемся к секретной космической программе. ახლა ტონი მოდით დავუბრუნდეთ საიდუმლო კოსმოსურ პროგრამას. ეს არავის ეკუთვნის, ეს პროგრამები არავის ეკუთვნის. და ახლა ტონი მოყვება. ტონი ამბობს, რომ ეს იყო შავი პროექტი და მე ვიყავი ამ საქმეში ჩადრეული. როდესაც მე გამიტაცეს უცხოპლანეტელებმა, პირველი რაც მახსოვს, მე აღმოჩნდი 82 წლის აპრილში, იყო იოკერში, მე გავიღვიძე იქ. ეს იყო პირველი ადგილი, სადაც მე გავიღვიძე გატაცების შემდეგ და იყო ეს პროგრამა. როდესაც ეს გამოვიდა, მე ვიყავი გაგზავნილი პერუში. ეს იყო 20 წლის უკან და მე ვიცხოვრე იქ 20 წელი. შემდეგ დაბრუნდი უკან და მე გამეხვიდე.
შემდეგ დღეს ხუთშაბათს საღამოს უცხოპლანეტელებმა ისევ გამიტაცეს ჩემი ოთახიდან და მე ვიცხოვრე 20 წელი და დაუბრუნდი ჩემ ნამდვილ სხეულს, როგორც აღწერა ეს უილიამ ტომკინსმა. შემდეგ პარასკევს გამეხვიძა დილას და ვიგზენი რომ არ ვიყავი 20 წელი. მე მქონდა ამნეზია და მქონდა დეზორიენტაცია. მე ვიყავი სხვა ადამიანი და ამ 20 წლის განმავლობაში პარალელურად ვიყავი პროგრამებში დედამიწაზე და იმ ადგილებში, სადაც მე შემძელი შემეგროვებინა ბევრი მტკიცებულებები, რომლებიც ამტკიცებდნენ ჩემ თეორიას, რაც მე მახსოვს. შემდეგ კი მე გავემგზავრე კოსმოსში. 12 წელი მე გავატარე მზის სისტემის კოლონიებში. კოსმოსში ჩვენ გვაქვს ინფრასტრუქტურა, ვისაც არ ესმის თუ რა ინფრასტრუქტურა. კოსმოსში აქვენ დედამიწის პლანეტები, სადაც აქვე ყავთ დასახლებული ხალხი და სადაც შექმნეს კოლონიები. ისევე საიდუმლო დონით, როგორც როდესაც თქვენ მიაღწევთ იმ დონეს, სადაც თქვენ შეძლებთ ამ საიდუმლო აკრძალვების მოხსნას, თქვენთვის იქნება ყველაფერი ცნობილი, თქვენთვის გახდება ყველაფერი მისაცდომი. იქ ძალიან ბევრი ხალხია და ბევრი ვერ ეგუება მაგ სიტუაციას. მათ უჭირთ რეალობის აღთქმა, რეალობის მიღება. მოდი აქ შევჩერდეთ, ამბობს წაყვანი დენი და გავაკვიროთ ხალხი ამ სიტუაციაში, რადგან მე მინდა მათ დავეხმარო. არსებობს ძალიან სტრუქტურირებული მეთოდი, მაგალითად ავიღოთ გიპნოზი. ბევრს არ შეუძლია კარგად ამ გიპნოზის პროცესის ჩატარება. ისინი გიპნოზს უკეთებენ დაუშვათ ბინმეს და ისინი იყენებენ კვანტურ ტექნოლოგიას, რომ მიიღონ ინფორმაცია. ჩვენ არ ვახსენებთ მათ გვარებს. დენიმ სიტყვა გადასცა ტონის. ტონი ამბობს, რომ მაგალითად არის ხალხი, რომლებიც არ ყოფილან საიდუმლო კოსმოსური პროგრამების მონაწილეები, მაგრამ გიპნოზის ვითომ გიპნოტიზორები მათ აგდებენ გიპნოზის პროცესში და მათ როგორ ვთქვათ, უბეჭდავენ თავში, რომ თითქოს ისინი იყვნენ კოსმოსური პროგრამების მონაწილეები. მაგრამ ამ ადამიანებს არ აქვს არანაირი მოგონებები, არ აქვთ არანაირი არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც უკეთებენ გიპნოზს სხვა ადამიანებს და იგონებენ რაღაც ტერმინებს კორპორაციებისთვის, იგონებენ რაღაც ისტორიებს. ესენი ქმნიან ეს ვითომ გიპნოტიზორები ქმნიან ჯგუფებს, ამ ჯგუფებს არქმევენ სახელებს, შემდეგ გამოდიან და ამბობენ, რომ ეს და ეს პიროვნება იყო ამ ჯგუფში, ამ ჯგუფის მონაწილე, ამ პროგრამებში, ამ და ამ პროგრამებში. კიდევ რა ხდებათ, იცით? კი, მაგალითად ადამიანი, მაგალითად დალი იყო მონაწილე საიდუმლო კოსმოსური პროგრამების, ხო? და ის ყვება, გაახსენდა რაღაცა მოგონებები მოაწოდა, მოყვა რაღაც ისტორია. ახლა პირებს, რომლებსაც უნდათ ამ ისტორიაზე ფულის გაკეთება, დგებიან, ვიდეოებს იღებენ და კიდევ დამატებით ისტორიას უგონებენ ამ ადამიანს. კი, ის ისტორია, რაც მან მოყვა, მაგალითად დალი მოყვა, იყო სიმართლე, მაგრამ მაგალითად იგივე დაუშვათ ავიღოთ გია, გადაიღო ვიდეო, სადაც დალი ყვება ამ ისტორიას და თან ის ართავს თავის მოგონილ ინფორმაციას. თითქოს ეს თქვა დალი. მე მგონი გასაგებად თქვი, ხო? აი ამდღარი სიტუაციებია და ასეთი ინფორმაცია ინტერნეტში ბევრი და სხვათა შორის მე წავაწყდი, მე არ ვიცოდი უბრალოდ ვერ გავიგე რა ხდება. წავაწყდი ისტორიას, მაგალითად ერთ ვიდეოში ერთი ყვება ერთს, აჩვენებს იმ ადამიანს, მეორე ვიდეოში ყვება სხვას იმ ადამიანს აჩვენებს და ასეთი ვიდეოებს ბევრს წავაწყდი. ახლა კი ჩემთვის ყველაფერი გასაგებია და ასეთ ვიდეოებს საერთოდ ამიტომ გეუბნებით, უსმინეთ გულს.
და თუ რეზონირებს ინფორმაცია, რომელსაც თქვენ უსმენთ, თქვენთან, ესე იგი მისაღებია. თხილად უნდა იყოს. თუნდაც რასაც მე რასაც ვთარგმნე ახლა, თუნდაც იმ ინსაიდერების ინფორმაცია ავიღოთ. თქვენ შეგიძლიათ არ დაუჯეროთ მაგათ, არ დამიჯეროთ მე ყვები უბრალოდ, მაგრამ მე ჩემი ასეთ გამაჩნია. ახლა მე რომ თქვა, რომ კი მეც მაქვს რაღაც ხილვები, მაგრამ ჯერ არ ვარ ამაში გარკვეული. ეცინებათ, როდესაც მე ვამბობ, რომ მე რუსულ საიდუმლო კოსმოსურ პროგრამებში გონი ვიყავი, რადგან 1, 2, 3 ჯერ მიტიტი და თავში, მაგრამ მე ვერაფერს ვერ ვიხსენებ, ვერაფერს ვერ ვამტკიცებ. ეცინებათ ხოლმე თან მე ხანდახან ხედავ ხილვებს, სადაც აი ძველებური კინოები რომ იყო, ჩხარი კინოები, უხმო კინოები, ამ სტილში ხედავდი ბოლშევიკები რომ იყვნენ და ჭრეტიანი ქუდები ეხურათ ბოლშევიკებს ის ძველებურ შინელებში, ხო, აი ჩხა-ჩხარა მოძრაობდა და მე სულად არ ვიცი ეს რა, როდინი შეიძლება მეც რაღაც წარსულში განსახიერების ნაწყვეტები ამომივიდა, შეიძლება მე იმ პერიოდში ცხოვრობდი, მე ჯერ ამას ვერ ვამტკიცებ, მხოლოდ მაგას ვამბობ, მე ჯერ არა ვარ გამოხუცული, მაგრამ მეც სხვათა შორის მე მე-6 კლასიდან, მე-5 კლასიდან მქონდა ხილვები. ცხენებია, ფრინველები მეშინოდა, არ ვიცოდი, მე არ ვიყავი გარკვეული ესა იყო და თვალის დახუჭვის მეშინოდა. ამას რო ყვები ეცინებათ. შემდეგ ეს ყველაფერი გაქრა და დიდობაში, სადღაც 34 წლიდან ამოტიტვი და ისევ, რადგან იყო ჩემ ცხოვრებაში პერიოდები, როდესაც ჩემი ენერგეტიკა დავარდა პრობლემების გამო, ნერვიულობის გამო, თორისებული მაშინც მე ამდენი არ მესმოდა. შემდეგ ამან ყველაფერმა ეთყობა გავლენა იქონია და ისევ გახსნა ეს ჩემი ხილვების, ასე ვთქვათ, კალეიდოსკოპი. დიახ, აგერ მე ვარ ცოცხალი მოტვი იმისა, რომ ბზობა იყო და ფანჯარას ბალკონი არ ჰქონდა, ოთახს. ბალკონი არ ჰქონდა, მაგრამ ჩემ ხელაში თითქოს ბალკონი იყო და ბალკონი იყო მორთული სულ ბზებით. ბზის ტოტები იყო ყველგან. გალამასებული იყო ბზის ტოტებით. მაგალითად იყო და ბევრი რამე შეიძლება თქვა, როგორც იწყვიან, რასპაკოვკა გახსნა ხდება ჩემში ნელ-ნელა. მე ვსვამწამლებს ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს და დიაბეტი და წამლის გარეშე არ ვარგივარ, წნევები მაწუხებს, აქეთ თვალის წვეთები, აქეთ, ბევრი დამატებითი წამლები მჭირდება. მე და ეს წამლები აღჩობს ამ გახსნას, მაგრამ თან მე ხორცის ჭამა, თესის ჭამა მივატოვე, კვერცხს ჭამ ხანდახან და უნივერსიტეტული ახლა სუფთა საკვებს დღეს ვერ იშოვი, ვერცად ყველაფერზე ქიმიაა გაკეთებული, მცირე თუ დიდი დოზით, ეს არავინ იცის. ყოველთვის უნდა ეცადო შენი მოყვანილი ჭამა, მაგრამ თუ საშუალება არა, უნდა იყიდო ყველაზე ნაკლები მავნე პროდუქტი. და მოდით ახლა გამიგზავნა ლაპარაკი, გავადავიდეთ ტონი როდრიგესზე. არიან ადამიანები, რომლებიც დუბლირებენ ყველაფერ იმას, რასაც ჩვენ ვამბობთ, ვლაპარაკობთ, რომელიც არის ნამდვილი ინფორმაცია, მაგრამ ისინი დუბლირებენ ამ ინფორმაციას. ხო და არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ ნათქვამ ინფორმაციაზე ამბობენ, რომ თითქოს მაგათ მათქოს ეს პირველად. და რომ ამ ნათქვამზე, სხვის ნათქვამზე დაიცვან თავისი ავტორული უფლებები. სამდვილეში არ არიან ავტორები ამ ნათქვამისა.
არიან ადამიანები, რომლებიც უდრიან ჭურს და მათი როცა ისინი გამოდიან და ხალხთან საუბრობენ სიმართლეს, ამაზე ძლიერი მე მგონი არაფერი არ არის. წამყვანმა დენიმ ჩამოთვალა გვარებად ადამიანები, იმაში იყო ელენა დანანი, მაიკსალა და კიდევ რამდენიმე გვარი და ამბობს რომ ჩვენ ვიყავით ჩვენ ვართ 13 ადამიანიო, ისინი ინფორმატორები. თქვენ შეგისურვათ 20 წელი და თქვენ დაბრუნდით და თქვენ ახსენით. წამყვანი ეუბნება უკვე გადავიდეთ ტონი როდრიგესთან საუბროთ. თქვენ აგრეთვე გაქვთ ტექნოლოგიები, რომლებთან თქვენ მუშაობდით და თქვენ ეს ტექნოლოგიები დააბრუნეთ დედამიწაზე. ჩვენ გადავედით კორპორაციულ სივრცეში, საინფორმაციო ტექნოლოგიების კორპორაციაში. ბავშვების განათლება ეს არის სულ სხვა საქმე. ამასთან შედარებით, მე ამ თემას შევეხეთ თქვენ მეგობართან მარკთან, რომელიც მე გამაცნეს შარშან. წამყვანი ეუბნება ეს არის მარკ სკოტი, ტონი ადასტურებს. მე ელაპარაკე მის ადამიანებს, რამდენიმე ადამიანს და როდესაც თქვენ ასწავლით პატარა ბავშვებს, მათ ჭირდება ფსიქოლოგი, რადგან ისინი ასე ადვილად არ სწავლობენ ამას. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჩვენ გენერირება გავუკეთეთ რამდენიმე ვიდეო როლიკებს. მე მუშაობ ძალიან ნიჭიერ მედია მენეჯერთან, რომელმაც იმუშავა ჰოლივუდში მიახლოებით ჩაატარა უბრალოდ ჰოლივუდში მიახლოებით 30 შოუ და ჩვენ ერთად ვქონით კორპორაციულ სასწავლო ვიდეოებს, პროგრამული დაკმაყოფილება კორპორატიული სწავლებისთვის სასწავლო ტექნოლოგიებით, რომელიც მე მახსოვს მარსიდან და სადაც უკეთესად აჩვენა თავისი თავი. მე გულითხოვ იმას, რომ ეს ხდება ძალიან ნელა. მე ახლა ამ დროს სრული დღით არ მუშაობ. ჩვენ აგრეთვე ვიწყებთ პროგრამას იმათთვის, ვინც ახალ განშორდნენ იმათთვის, ვინც ახლა რომლებიც ახლა განშორდნენ ერთმანეთს. და ვინც იყო ამდენი ხანი მარტო და მალე ნახავს თავის მეორე ნახევარს. როდესაც მე ცხოვრობდი მარტო, მე ვფიქრობდი თქვენ რას ჭამთ, მარტო ხელებ კაცებზე თუ რას ჭამენ და ჩვენ დავამუშავეთ კვების რაციონი და ამ კურსში ჩვენ თავაზობთ ხალხს და მამაკაცს თუ როგორ უნდა შეარჩიონ ჯანმრთელი კვების რაციონი და იკვებონ. მე ვიცი რომ შენ დენი ეუბნება ტონი როდრიგეს, დენი არის წამყვანი, გაგიტაცეს პირდაპირ ხომალდიდან ერთი სატანური ადამიანის დავალებით, თან უცხოპლანეტელების ხომალდიდან და წაგიყვანენ სხვა საშინელ ადგილებში. წამყვანი ამბობს, რომ ჩვენ თანაშრომლობთ ნაცისტებთან გერმანიიდან. ისინი მხარს უჭერენ ნასას, იჩრგებიან ჩვენში. მეორე სამამულო ომის შემდეგ ეს სიმართლეა. დენი ეუბნება ტონის, რომ თქვენ გაგიჩნდათ ისეთი შტაბ-შტილება, რომ ალექს კურიერი დუნდულებს უჭერს. მე მინდა უთხრა ხალხს, რომ მე თქვენ ერთი მეცადინეობა გავიარეთ თქვენთან და ეს იყო მაგარი რამ. ეს ერთადერთი სეანსი, რომელიც მე გავატარე დისტანციურ დაკვირვებაში თქვენ ჯგუფთან ერთად. ჩვენ ჩავეძირეთ ამ სამხედრო კონცეფციაში. ის ფიზიკური მეცნიერება, რომლითაც ფლობთ ადამიანებს ბუნებიდან, მე მაქვს უნარი ხედავდე ყველა ნებისმიერ ადამიანს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, როგორც მე მოვინდომებ, მე შემიძლია ეს ენერგია ჩემს მოვიზიდო. ამას აქვს თავისი შედეგები, ამბობს დენი წამყვანი, მაგრამ არის ბარერები, რომლის გადალახვას არ უჩვევ არავის და თქვენ მათზე მალე გაიგებთ, რადგან თქვენ დაგარტყამენ ელექტროშოკერს, მაგრამ თქვენ გახდებით ჩემი სივრცის ნაწილი.
ხმოვანი სიგნალის შემდეგ იქნებით გაფრთხილებული. თქვენ ხომ ვიცით რომ ეს მასე არა ხო? ტონი როდრიგესი ამბობს, როდესაც ჩვენ ვაყენებთ რაღაც მიზანს, ხალხი იღებს სხვადასხვა ვერსიას. თქვენ რომ წარმოიდგინოთ ქალაქის პარკი, პატარა პარკით ქალაქის ცენტრში, ეს იმას გავს, როდესაც ისინი მიფანტულია, როგორც ადამიანები, ვიღაცა ზის მაგიდასთან პიკნიკისთვის, ვიღაცა ნაყინთან ნაყინსჯამ, ვიღაც ზის ტბის პირას, ყველა მაყურებელი დისტანციური დაკვირვების დროს ლაპარაკობენ ერთ იგივეს, მაგრამ სხვადასხვა რაკურსით, ერთ იგივე სცენას, ყველა ხედავს სხვადასხვანაირად, მაგრამ ეს არის მიზანი, ერთი მიზანი. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ შევზღუდოთ ტელეპათია, მაგრამ ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან დიდი მანძილის მოშორებით, ხედავენ მათ სხვადასხვა დროს ჩვენ წერციანს რამდენი დრო გაატარენ და რით იყვნენ დაკავებული. მე დავაკვირდებოდი უკვე იმ დროს, რა დროს ატარებდა ხალხი სეანს, რადგან ამ დროს ისინი ამინდის მდგომარეობას აცხადებდნენ თუ რა ამინდი იყო. ჩვენ უბრალოდ ვამჩნევდით ერთ და იგივე გარემოებას, ეს არ არის ტელეპათია. არაფრის შეშერა იმაში თუ ადამიანებს ეს ესმით. ადამიანები ამ დისტანციურ დაკვირვებას აკეთებენ ყოველ კვირა სხვადასხვა დროს. მე მიყვარს ჩაღმავება ასეთ საკითხებში, როგორც სინაფსების მუშაობა, გულის მუშაობა. მე ვერ ვიტან სიტყვას ატვირთვას, მაგრამ ამ ატვირთვის გაკეთება შეუძლიათ ყველა ნებისმიერს. ადამიანები, რომლებიც მოდიან ჯგუფში და აკეთებენ კარგ საქმეებს, როგორც ყოველთვის უფრო ხშირად მედიტაციას ატარებენ და არიან კონტაქტში სხვა ადამიანებთან, მათ აქვს თავისი საკუთარი ინტუიციური ხმა, წამყვანი დენი ეუბნება ტონის, რომ ზოგ ადამიანებს სჭირდებათ რაღაც მექანიკური სტრუქტურა იმისთვის, რომ კონცენტრაცია გაამახვილონ, ზოგს ეს მოუდის თავისთავად, თვითონ ხდებიან და ისინი მოქმედებენ დაუფიქრებლად. ეს ამას აკეთებენ გულის გავლით, გრძნობების დახმარებით. შარშან კვირას ჩვენ ურთიერთობდით ჩვენ მეგობარ ჯეპისთან და მათ თქვა, მან მითხრა, რომ თქვი ნებისმიერი ციფრი, მე დავაფიქსირე ციფრი 8, მან კი 7. მან კითხა, რა ფერზე ფიქრობ მე ვუთხარი, ამბობს წამყვანი ყვება ახლა ამასა. მე ვუთხარი ცისფერი, მან კი მიპასუხა ყვითელი. მე ვუთხარი მას, რომ ჩვენ ამ საქმეში არაფერი გამოგვდის. მან კითხა, რას უყურებ მე ახლა იატაკზე. მე ვუპასუხე შავ-თეთრ ფეხსაცმელებს და მან გააკეთა ფოტო, რომელზეც იყო შავ-თეთრი ფეხსაცმელები და მაშინ ჩვენ გავიფიქრეთ, კი, მაგრამ მე მინდა ხაზი გაუსვა. ჩვენ ყველანი ვიზიდავთ ვიბრაციების დახმარებით ერთმანეთს, ჩვენ ვეზიდებით ერთმანეთს, ჩვენ გირჩევთ თქვენ ვინმესთან ჩაატაროთ ტელეპათიური თამაშები, მაგალითად თქვენში დააფიქსირეთ ციფრები ან ფერები და შემდეგ ერთმანეთს უთხარით რა ფერ და რა ციფრს, რა ფერზე და რა ციფრზე ფიქრობდით. დენი ამბობს, იცით რა, რელიგია ყველაფერს აფუჭებს. ტონი როდრიგესი ამბობს, რომ ჩვენ გვაქვს რამდენიმე ვარჯიშები, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ და ამ ვარჯიშებიდან არის ერთი ვარჯიში, რომელიც შეიცავს თავის თავში იმ მეთოდს, რომ აჩვენო ვიღაცას გამოსახულების ერთი ნაწილი და სთხოვო მეორე ადამიანს ჩატეროს ეს. ამდაგრად თქვენ როდესაც ხედავთ გამოსახულება, თქვენ ცნობიერებაში გესმით რა არის ეს. ზუსტად ამდაგრად თქვენ როდესაც ობიექტს უყურებთ მანძილიდან, თქვენ იღებულობთ წარმოდგენას მიზანზე ჭრილში, რამდენიმე წამში და გექნებათ საშუალება ეს ჩატეროთ, ჩვენს მას ვიქცევით. არის კიდევ სხვა მეთოდი, თქვენ რამეს დებთ კონვერტში და მას
ათვალიერებს შორის და დისტანციურად, მაგრამ კონვერტს არ ეხებით და შემდეგ უყურებთ დისტანციურად და აკეთებთ რაღაც მოკლედ ჩანახატს იმისა თუ რა არის ეს და შემდეგ თქვენ ხსნით კონვერტ და ხედავთ თუ შეგრადენა. ტონი ამბობს, რომ ვატიკანი იყენებს უზარმაზარ გიგანტურ კრისტალს, ეს ჩემთვის ახალი ამბავია, რომ ილოცოს მასზე და შექმნას წმინდა წყალი. ეს კრისტალი განლაგებულია პირდაპირ აქ ბაზილიკში, მისი განლაგება ისეთივე როგორც კარნახის ტაძარში. იგივე შეიძლება ითქვას ბაბალის ბაღებზე ფლორიდაში. მარსელ ფოგმა დაამზადა ღვინო, რომელმაც მიიღო ბევრი ჯილდო კრისტალის დახმარებით. თან იყენებდა მხოლოდ კრანის წყალს და მოამზადა ამ წყლისგან ღვინო და თქვენ მიიგზავრებით ფლორენციაში, იტალიაში. ისეთივე პლანირებდა, ისეთივე მაქნები ბობ ლილის ბაღებში წყლის ნასოსით მის გვერდით და მათ ყველგან აქვთ ღვინო, რომლებიც დადასტურებული რომლებსაც მინიჭებული იყო ჯილდოები. მედიჩიც აკეთებდა ამ ღვინოს 1500-იან წლებში და როდესაც ვატიკანმა ხელისუფლება ჩაიგდო ხელში, ააშენა ძეგლები, რომლებიც ახლა იქ არის და ამდენიმე წლის შემდეგ მოხდა ნიურნბერგის კოსმოსური ბრძოლა უცებ 1600 წლებში. სერიალის კოლონია ძალიან ამაყობდა 20 წლიანი ომით, რომლებშიც მოიგო ვატიკანმა და მიიღო წამსის თავისუფლება, რელიგიის თავისუფლება. ისტორიის კონკრეტულ ნაწილში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ძლიერი ცოდნა და რომლებიც ეყრდნობიან არამიწიერ ცოდნებზე. მე მინდა გითხრათ, რომ ეს ვიდეო ამ ვიდეოში ტონი როდრიგესმა წარმოადგინა თავისი წიგნის, როგორც ვიდეოს დასაწყისში გითხარით, ხედვის მიღმა წიგნი დასახელებით ხედვის მიღმა. მას აგრეთვე აქვს კიდე სხვა წიგნი დაწერილი. აქ რასაკვირველია, იმდენი ახალი ამბავი არ იყო, უბრალოდ ამბები კი იყო, მაგრამ რობოტმა ისე ვიდეო სიჩქარად იყო ზოგ ადგილას ნათარგმნი, უბრალოდ აჩქარებული ტემპით ატვირთული, რომ ვერ დავაფიქსირებ, მაგრამ თითქმის მთავარი აზრი ამ ვიდეოში იყო წიგნის პრეზენტაცია და თან ტონი როდრიგესმა შეეხო თავისი ცხოვრების რაღაც ეპიზოდებს გადაცემასთან დაკავშირებით. ეგებ მოგეტონოთ, ეგებ არა. ამაზე ამით დავასრულებ ამ ვიდეოს მე. შეხვედრამდე.